ბუჩაში მოხდა გენოციდი ეთნიკური წმენდა? რატო გადაყავს სახელმწიფოში? მოხდა. და ამიტომ ეთნიკური კონფლიქტია ეგა? ანუ ეთნიკური წმენდა ჩაატარა რუსეთმა ქართველების და გენოციდი. ჩვენ აქ მოვედით აფხაზეთზე სასაუბროთ, უკაცრავად რა. მაგაზე ვსაუბრობ. არგუმენტი იმის თაობაზე რომ ეუთომ ეთნიკური წმენდა და გენოციდი თქვა, ირბად ეთნიკური წმენდა გენოციდის ფორმაა, ხო? ხო, ესეთ ფორმაა. გენოციდი არ უწევს. ძირი კონფლიქტის ეთნიკურია და არა რუსული აგრესია. რუსეთმა გამოიყენა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ეს ინსტრუმენტი ეთნიკური სიძულვილის დათესვა და ეთნიკური ნიშნით მერე გენოციდი ქართველების. ეგ იმას კი ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა წავახალისდეთ თქვათ, რომ ქართველები არაფერში შუაშია ის რომ უნივერსიტეტი როგორ იქნებოდა, რა ფორმით იქნებოდა, ეს ყველაფერი იყო რუსეთის მოგონილი? აი იმაშია ჩვენი პრობლემა. ჩვენ ერთი წამი კითხვა ხო დასვი. კითხვა ხო დასვი. გათანაბრება ბოროტების და იმის ვინმე დაუშვა თუ არა შეცდომა არის დანაშაული. ქართულმა მხარემ, ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა რა შეცდომა დაუშვა, რამდენად არასწორი ხედვა ჰქონდა ეთნიკური ეს რუსულ აგრესიის ახსნასთან არანაირ კავშირი არ აქვს. არ გეკამათები რუსულ აგრესიაში. მაშინ რატომ მოგაქვს? ქართულ მხარეზე გელაპარაკები. ანუ ჩვენ რატომ ელაპარაკები მაგაზე? ჩვენ დღეს მეუნები რომ ოკუპირებს. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და თქვენ მეუნები თუ კაცრავ. რო სოხუმის დღეს არსებულ იმ რეჟიმს უნდა ველაპარაკოთ. ანუ რუსული საოკუპაციო რეჟიმის იმ ნარატივს უნდა გავყვეთ, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. ეგ გზავნილი რომ ყველა მოქალაქე უნდა დაინახოს როგორი ქვეყანა ვართ. არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაზეც თქვენ აქ საუბრობთ ბატონო პატრონო. ჩახვედი ვიდ ელაპარაკე რომ ჩაიშალა. რუსეთს აიდაიშალა პირველი შეხვედრა რომ ჩაიშალა ჟენევის. ხო და უკვე ამაში მე ვსარგებლობ ხა. ხოშებო ვისარგებლო. აი მე მინდა წავიკითხო ახლა ერთი რაღაცა და უბრალოდ კითხვა მინდა დავუსვა. ბატონ ტატას. აი მაქვს რამოდენიმე ციტატა მაქვს და რამოდენიმე ციტატა წავიკითხო. რატო შენი? დავაი. საქართველოს თავრობამ პირველ რიგში უნდა აღადგინოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან. უნდა აღიაროს ცნოს ისინი მოლაპარაკების და კონფლიქტის მხარეებად. აუცილებელია ამ ადამიანებთან შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ ამას ხელი შეუწყოთ. ნიშნულოვანია, რომ საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ააშენონ ურთიერთობები. ვისი არის? ჩემი იქნება ალბათ. ნარევია შენი ლავროვის და პუტინის. ნუ კი ბატონო. მართლა,